რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ერთადერთი რაც დაარღვია დეკლარაციის არასწორად შევსება, მისი პროცესები დასკვნით ეტაპზეა, გადაწყვეტილება დაახლოებით 2 კვირაში გამოცხადება. დღევანდელ პროცესზე მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილზეც ილაპარაკა, რომელიც ოცნებამ ასევე ციხეში გამოკეტა. ქეთინა დიბაიძე დეტალებით. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილი საქმე ცოტა ხნის წინ გადავიდა დასკვნით ეტაპზე. დღეს მხარეებმა დაასრულეს მტკიცებულებების გამოკვლევა და ამ წუთებში სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს საქმის პროკურორი. დღეს მტკიცებულებების გამოკვლევის ბოლო დღეს დაცვის მხარემ წარადგინა ბოლო მტკიცებულება და ეს იყო თავად ბრალდებულ რომეო მიქაუტაძის ჩვენება. 2 საათის განმავლობაში პასუხობდა ის მხარეების შეკითხვებს. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც 9 ეპიზოდთან დაკავშირებით არის ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს. ერთადერთი რა დარღვევასაც ის არ უარყოფს, ეს არის მისი მფლობელობა, მისი და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული გარკვეული ქონების დაუდეკლარირებლობა. თუმცა ის ამბობს, რომ ეს ქონება, მაგალითად საუბარი არის ძვირადღირებულ საათებზე, ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ლარის, როგორც პროკურატურამ დათვალა, ასევე ავტომობილებზე. ის ამბობს, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია, არ დაუმალავს ქონება და რომ უყურადღებოდ შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია. მისი გამოკითხვის მნიშვნელოვანი ნაწილი მან დაუთმო სწორედ ქონებებზე საუბარს, მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებებზე საუბარს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, დაუსაბუთებელი შემოსავლები, ქონების ყიდვა, გაყიდვა, გადაფორმების მანიპულაციები. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რასაც მას პროკურატურა ედავება. მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდი უკავშირდება წეროვანის აგარაკს, რომელთან მიმართებაშიც პროკურატურა აცხადებს, რომ ამ აგარაკის ფიქტიური გადაფორმებით მან უკანონო მოსავალი გაათეთრა. საუბარი არის 600,000 ევროზე, რომ გადააფორმა მისი მეგობრის დედის სახელზე წეროვანის აგარაკი და ჯამში გაათეთრა 600,000 евро. ამ ფულით კი მადრიდში იყიდა უძრავი ქონება. თავად ბრალდებულმა რომეო მიქაუტაძემ კი განაცხადა, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია. $85,000 ნაყიდი აგარაკი გაარემონტა. ძვირადღირებული რემონტის შემდეგ კი რამდენიმე წელში უკვე ძვირადაც გაყიდა და ის უწუნება, რომ ის ნამდვილად მიყიდა მის მეგობარს და ეს არ ყოფილა ფიქტიური გადაფორმება. უყურადღებოდ მიგებხარი დეკლარაციის შევსებას და ამ პირველი დეკლარაციის შევსების შემდგომ აღმოჩნდი ამ დეკლარაციის მძევარი. მეტი არაფერი არ არის სასწაული, როგორც ჩემი ოჯახი და როგორც მე შემამოწმეს პირობითად. და შემოსავლები რაც არის, ის არ ჩაუთვალო და ხარჯები რაც მისი არა, ის მიაწერო და სესხები ყველას აქ ვინც ხარ დარბაზში, თქვენი პატივისცემის მიუხედავად, ყველა იქნებით ლეგალიზებაში შემჩნეული. ხონდა სახი გაფრინოზე ასევე ამოდენები უძრავი ქონება, რაც ეს გასწრების შემდგომ მივიდეთ ბათუმში, თბილისში და ასე შემდეგ, მიწის ნაყოფი თბილისში, რაც გამოძიებდა დადგენილ 2017 წლამდე რას ვთქვა. რა ესე თქვა და იქ არის დაახლოებით 4 ბინა თბილისში, 2 ბინა ბათუმში, რაღაც მიწის ნაყოფი წალკიში, საკმაოდ სოლიდური ჩამონათვალია. ბინა რომელიც მე დედისგან, მემკვიდრეო მამისგან, მამა დააშავა შობლებისგან მივიღე საჩუქრად. შემდგომ ჩემმა მეუღლემ ნახა ადამიანი ვინც ყიდდა ბინას ჭავჭავაძეზე და მოხდა ბარტერ თანხის დამატებით, რაღაცა მსგავსი გაცვლა და თანხის დამატებით. ახლოშივე $85,000 შევიძინეთ წეროვანში აგარაკი. რომეო მიქაუტაძეს ჯამში ედავებიან 10-მდე ეპიზოდს, მათ შორის ეს ეპიზოდები უკავშირდება კერძო კომპანიებში თანამდებობის პირისთვის შეუსაბამო და უკანონო ბიზნეს საქმიანობას. პროკურატურის ვერსიით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ფლობდა და რეალურად მართავდა კერძო კომპანიებს და მისი ინტერესების შესაბამისად მათ ლობირებდა კიდეც და იყენებდა თანამდებობრივ უფლებამოსილებას გარკვეული ნებართვებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდი უკავშირდება ერთ-ერთი ჰეს, რომელიც ნახიდური ჰეს, რომელიც მისი ძმის და მეგობრის სახელზეა, თუმცა პროკურატურის ვერსია არის ის, რომ რეალურად ეს სწორედ რომეო მიქაუტაძეს ეკუთვნის და ის ლობირებდა თანამდებობაზე ყოფნის დროს ნახიდური ჰეს, თუმცა დღეს ბრალდებულმა ესეც უარყო და განაცხადა, რომ ეს ნახიდური ჰესი ნამდვილად მისი ძმის და მეგობრის საკუთრება არის და ერთადერთი რა დახმარებასაც უწევდა, ეს არის რჩევები და კონსულტაცია. შეიძინეს ეს პროექტი და მასთან ერთად შეიძინა ეს პროექტი
ჩემმა ახლო მეგობრებმა მანას ბავშვი მონათლია ბატონო ბაჩა სულაძემ და ჩემმა ძმამ და საქართველოს უწევ კონსულტაციას და ასე ვთქვათ რჩევას და ჩემმა ძმამაც მკითხა რომ აი ესეთი პროექტია გამგიშდა შეიძლება შევძინო კარგია რა თქმა უნდა ადროულ არ გეცილო გულშემატკივრობი თუ ბოლოს ჩემს გას როგორც გულშემატკივრო შეიძლება შემიძლია ეხლა დაგიდასტუროთ ეს მე ყოფილა ყოვლის შემძლე ძლეთან ძლე მაგრამ ჩემი ძმის პროექტს მიუხედავად იმისა რომ ორი მიზოს მიდავებიან 9 წელი და შენდება ჯერ კიდევ ვერ აშენდა და მაინც უკვე მაგრამ ვეხმარებოდი რაში ვეხმარებოდი არ არის დღევანდელ ხტომაზე გაჟღერდა ირაკლი ღარიბაშვილის, ლევან დავითაშვილის, ასევე გრიგოლ ილუაშვილის სახელები და გვარები. რომეო მიქაუტაძე ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია, თუმცა ირწმუნება, რომ ამ ურთიერთობით არასდროს usargebliya პირადი ინტერესებისთვის და რომ ის სუბორდინაციას ყოველთვის იცავდა. იგივე განაცხადა ლევან დავითაშვილთან, თუ კი ის ამას არ უარყოფს, მე მას ჩემს მეგობრად მივიჩნევ. აი ასეთი განცხადება გააკეთა ლევან დავითაშვილთან ურთიერთობის შესახებ რომეო მიქაუტაძემ, რაც შეეხება გრიგოლ ილუაშვილს ამბობს რომ მასთან მხოლოდ სამსახურებრივი საქმიანი მკვეთა ჰქონდა და გრიგოლ ილუაშვილი მისი მეგობარი არ არის. ეს საქმე როგორც გითხარით გადავიდა დასკვნით ეტაპზე ამ წუთებში პროკურორი მიმართავს სასამართლოს დასკვნითის სიტყვით შემდეგ ხდომაზე უკვე დასკვნითის სიტყვით მიმართავენ ადვოკატები ბრალდებულიც აპირებს რომ საბოლოო შემაჯამებელი განცხადებებით ისარგებლოს და ამის შემდეგ უკვე მოსამართლე ნინო გაუსტაშვილი გავა გადაწყვეტილების მისაღებად ანუ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო მაქსიმუმ 2 ხდომაში ეს საქმე დასრულდება.